წერილი ორესტეს, იაკოვოს კაბანელისი, ახალ ბერძნულიდან თარგმნა სოფიო შამანიდმა. კითხულობს ნიკო. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ბიოგრაფიული ცნობები. დასაწყისი. იაკოვოს კაბანელისი 1922-2012 წლები. თანამედროვე ბერძნული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან საკმაოდ რთული ცხოვრების გზა განვლო. სწავლა დამთავრებულიც არ ჰქონდა. როდესაც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც 2 წელი გაატარა. 1945 წელს განთავისუფლების შემდეგ იგი საბერძნეთში დაბრუნდა. კაბანელის 60-ზე მეტი პიესა აქვს დაწერილი. არ არსებობს საბერძნეთში თეატრი, რომლის რეპერტუარშიც არ იყოს კაბანელისის რომელიმე ნაწარმოები. იგი ფსიქოლოგიური თეატრის მიმდევარია. მისი პერსონაჟების ხასიათები ყოველთვის ძალიან ღრმა, ამასთანავე მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი და ადვილად ამოსაცნობი. პიესა წერილი ორესტეს კლიტემენსტრას მონოლოგს წარმოადგენს. კლიტემენსტრა თავისი გადმოსახედიდან აღწერს არგოსში მომხდარ ამბებს, როგორ შესწირა მსხვერპლად აგამემნონმა ტროას ომის დროს საკუთარი ქალიშვილი იფიგენია, როგორ ვერ აპატია მან შვილის მსხვერპლ შეწირვა აგამემნონს და როგორ გამოასალმა სიცოცხლეს ტროადან დაბრუნებული ქმარი. ყველაფერს ამას კლიტემენსტრა ორესტეს წერს იმ იმედით, რომ ორესტე მოასწრებს წერილის წაკითხვას და თავის მისიაზე, შური იძიოს მამის გამო დედაზე, უარს იტყვის, თუმცა წერილი წაუკითხავი რჩება. ყოველი სპექტაკლი, როგორც ცნობილია, არის ჯიუტად დაჩემებული. ვთქვათ, რომ ვფიქრობ ამ მონოლოგის წარმოდგენისას ეს ვთქვათ, რომ განსაკუთრებით გამძაფრებულია და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ გთავაზობთ სცენა სარეპეტიციოდ იყოს მოწყობილი. სცენაზე ცოტა ოდენი ნივთი იქნება, ის რასაც ჩვეულებრივ რეპეტიციის დროს ვეყენებთ ხოლმე. სიღრმეში მხოლოდ ერთი კარი იქნება გამოკვეთილი. სცენაზე გამოდის მსახიობი, რომელიც კლიტემენსტრას ითამაშებს. ხელში ყავა და სიგარეტი უჭირავს. უახლოვდება დიდ ხის სკივრს, რომელსაც მაგიდად იყენებს. მაგიდაზე შანდალი, საფერფლე, ფანქრები, ბევრი დაწერილი, ბევრიც სუფთა, დაკუჭული ფურცელი დევს. იღებს ფურცლებს და თითქოს განგებ, არეულად განალაგებს ზოგს მაგიდაზე, ზოგსაც იატაკზე, მაგიდის გვერდით. ანთებს სანთელს, ჯდება სკამზე და აქრობს სიგარეტს. იღებს ერთ დაკუჭულ ფურცელს და იწყებს ნელა, გასაგებად კითხვას. თითქოს უნდა, რომ დაწერილი სისწორეში დარწმუნდეს. დასაწყისი. წერილი ორესტეს. ორესტე, ძვირფასო შვილო, ვიცი, რომ ჩემი დღეები დათვლილია. კანკალმა ამიტანა, ვხედავ, რომ არ მოდიხარ. მარტო შენი ნახვის სურველმა, თუნდაც სულ ცოტა ხნით, როდი მიმაჯაჭვა ფანჯარას. ეს შიშია. შიში იმისა, რომ მაშინ მოხვალ, როცა უკვე გვიან იქნება, რომ შეიძლება მხოლოდ სხვებისგან გაიგო ის, რაც მოხდა და არა ჩემგან. არა და ვინ შეიძლება ჩემზე უკეთ იცოდეს ჩემს შესახებ. მე ის გავაკეთე, რის წარმოდგენასაც ვერავინ ვერასდრო შეძლებდა. მე იძულებული ვიყავი მომეკლა. რა ადვილია მათთვის, დაიჯერო მხოლოდ ის, რასაც თავად გეტყვიან და რამდენად უფრო ადვილი იქნება, როცა მე ვეღარ შევძლებ ლაპარაკს. ჩემი მდგომარეობა ძალიან რთულია ორესტე. მე ხომ დედა ვარ თქვენი. არც ერთი წამით არ უნდა გაგიელვოს თავში აზრმა, რომ შენს გადმობირებას ვცდილობ. ორივე ჩემი შვილები ხართ. ჩემი ორესტე ხარ. შენი დაც, რაც არ უნდა ქნას, ჩემი ელექტრაა. სად დადიხარ ორესტე? რატომ იგვიანებ?
დროზე რომ მოსულიყავი, მოუსწრებდი, შენ დაგიჯერებდა. მოაშორებდი იმ საშინელ ადამიანებს, გარს რომ ეხვევიან და მამამისის სიყვარულს სათავისოდ რომ იყენებენ. იცი, რა უთხრა ერთხელ, ტროაში წასვლის დღეს, ხალხის წინაშე, აბჯარ ასხმულმა და ცხენზე ამხედრებულმა. რა დასანანია, კაცი რომ ყოფილიყავი, შენ დაგტოვებდი მიკენის მმართველადო. იმ წამიდან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაემტკიცებინა რომ ხელთ ეწიფება ამის გაკეთება. ეგისტოსის ჯერ ნანახიც კი არ ყავდა და უკვე შეიძულა. შენი თავი გაატაცებინა ფოკიდაში, ამბობდა, რომ მე და ეგისტოს შენი განადგურება გქონდა განზრახული. ქუჩა-ქუჩა დარბის, შურის ძიებაზე ლაპარაკობს, ჩემზე ამბობს, რომ გახსნილი ვარ, ძალაუფლებაზე გადარეული, მოძალადე და სისხლის მსმელი. ჩემი თავი არ მადარდებს ორესტე. ჩემ გამო არ გთხოვ დროზე ჩამოსვლას, ელექტრაზე ვღელავ. ვიცი, რას ნიშნავს ხელები სისხლით გქონდეს გასრული. მე ხომ ესეც გამოვცადე ჩემს ცხოვრებაში. თუ საკუთარი დედის სისხლით გაისვრის ხელებს, სამუდამოდ გაინადგურებს სულს. მხოლოდ ამის გამო მაშინებს, ყოველი გაბაჩუნება გარეთ, ჩემ გამო კი არ ვშიშობ. სამჯერ ვთხოვე მოსულიყო, გველაპარაკა. არ მოვიდა, მივწერე. გაუხსნელი წერილი უკან გამომიგზავნა. ახლა ვთხოვ, ვინმე სხვამ მომკლას, ოღონდ თვითონ არა. ამ წერილს ამაღამ დავასრულებ. 3 საათისთვის შენი ძიძა მოვა და ჩუმად ფანჯრიდან მივაწოდებ, ან ფეხი საწმენდის ქვეშ დავმალავ. იქი პოვის. ჯერ კიდევ სავსე ვარ სიყვარულით ორესტე. არ არის სწორი, საკუთარ სიცოცხლეზე არ ვღელავდე. თქვენ მიყვარხართ, ეგისტოსი მიყვარს, მინდა ვიცოცხლო, რომ მიყვარდეთ, მაგრამ თავს არ მანებებენ. თუმცა როდის ვიყავი ჩემი ცხოვრების ბატონ პატრონი, ჩემს ცხოვრებას მაშინ გამოვემშვიდობე, როდესაც მიკენში პირველად დავდგი ფეხი, მაგრამ ეს არავინ იცის, არ მინდოდა, ვინმე რაიმეს მიმხვდარიყო, ჩემი საბედისწერო საიდუმლო იყო. ახლა მშვენივრად ვხვდები, რომ დასასრული დადგა. ამას მაშინმე მივხვდი, როდესაც მამა შენი ტროადან დაბრუნდა, უცვლელი, სუსტად ისეთი, როგორიც წავიდა, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომპარა, დედობაც კი. სად ხარ ორესტე? რატომ უნდა გწერდე იმის მაგივრად, რომ გელაპარაკებოდე? 7 კაცი გაუგზავნე შენს მოსაძებნად, სად წახვედი? მაგრამ უნდა მოგწერო, თანაც უნდა ვიჩქარო, ეს კი არც ისე ადვილი ყოფილა. ლაპარაკობ და ჯერ კიდევ არაფერი მithქვამს შენთვის. რაღაცებს ბოდავ, იმის მაგივრად რომ ფაქტებით გელაპარაკო. ახლა ასე ვიზამ, კბირდები, ოღონდ გთხოვ, ჩემო ბიჭო, დაფიქრდი, ვიდრე წაიკითხავდე, არა იმიტომ რომ შეგეცოდო, არამედ რომ სწორად განსაჯო დაფიქრდი, რომ ამას გწერს ის, ვინც ეგოიზმის, ამაოების მიღმა. დღეს განსაკუთრებულად შორს ვგრძნობ თავს, ფიქრობ ყველაფერზე რაც მოხდა და ვერ ვხვდები, როგორ დაიტია ამდენი ერთი ადამიანის სიცოცხლემ. მამა შენი მე არ ამირჩევი აქ მრად, ორესტე. ქალებს მხოლოდ საქორწილო კაბის არჩევის უფლებას გვაძლევენ. ჩემი თავი უბრალოდ უბოძეს აგამემნონს და რადგან ის ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო, ჩემი მოკლე ჭკუით ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ერთმანეთი ყვარებოდა, რომ ჩვენი სახლი ლამაზი და მხიარული ყოფილიყო. მინდოდა მისით მე ამაყა, მაგრამ მამა შენი ვერაგი კაცი იყო, ეგოიზმში ჩაფლული. რაც არ უნდა გამეკეთებინა მისგან ერთ ტკბილ სიტყვას ვერ ვეღირსებოდი. ისე მიყურებდა, თითქოს მისი ვალი მქონდა და ახლა ვუბრუნებდი. როდესაც რამე ისე არ კეთდებოდა, როგორც თავად სურდა, სულ რომ შეუძლებელი ყოფილიყო ამის გაკეთება, ჭკუას კარგავდა, გიждდებოდა, ეჭვობდა, რომ ამ გზით მის დამცირებას ცდილობდნენ.
როდესაც პირველი გოგო გვეყოლა და არა ბიჭი, როგორც ამას ელოდა, მიკენიდან წავიდა, რომ ბავშვისთვის არ ეცქირა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა. ბაღში შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს. ხელში ბავშვი მეჭირა, მოგვიახლოვდა, შეხედა, თითქოს რაღაც უცნაურობასთან ჰქონდა საქმე და თქვა: იმედები გამიცრუეთ, შენს და ამანაც. ასე დაიწყო ელექტრას ცხოვრება. როცა გაიზარდა, ერთადერთი, რაც მისგან ესმოდა, იყო რომ როგორ ეყვარებოდა ბიჭი რომ ყოფილიყო. ელექტრა მუდამ ფეხდაბეხ დაძდევდა, მუდარით შესქეროდა, ოცნებობდა, ხელში აეყვანა და გულში ჩაეკრა. ის კი, ვითომც არაფერი, მას სიამოვნებასაც კი გვრიდა. ჩემი შვილი მის სიყვარულს რომ მათხოვრობდა, ბავშვს რომ აგდებდა და მომტირალს კარს უკან დამალულს რომ ხედავდა. ასე, ნელ-ნელა მის ბავშვურ ტვინში მომწიფდა აზრი, რომ მე ვიყავი დამნაშავე, გოგოდ რომ გაჩნდა. თავს მარიდებდა, მერე თითქოს გამომცდელად მეყურებდა. უნდოდა დაედგინა ვინ ვიყავი, რა ვიყავი. ხელში აყვანას და მოფერებას რომ ვცდილობდი, შეშინებული გამირბოდა, თითქოს მის ცემას ვაპირებდიო. და როდესაც მე ჩემი სიყვარულის გამო მას დღითი დღე ვკარგავდი, ის მისი ზიზღით მის გულს იგებდა. ბოლოს ორივეს ვნებად ექცა. მამას ზიზღი გამოეხატა ქალიშვილის მიმართ, ქალიშვილს კი სიყვარულით ებასუხა. თავს ისე მარტოდ ვგრძნობდი, ისე უცხოდ. მამა შენი და ამაში სულაც არ ვამტყუნებ, ბიჭის ყოლის სურვილით ისევ მოვიდა ჩემთან. 9 თვის განმავლობაში, ვიდრე ფეხმძიმედ ვიყავი, ვოცნებობდი, ბიჭი მყოლოდა. როდესაც ისევ გოგო გაჩნდა, დაუწყევლე ის წუთი, როდესაც ჩემში მისი თესლი ჩაისახა. დედა ვარ და ასე არ უნდა ცოდავდე. მწარედ ვინანე, ტიროდი და დღემდე ტირი. თან დამნაშავედაც ვგრძნობ თავს, ორესტე. შეიძლება იფიგენიას უბედურება ჩემი მაშინდელი წყეული შედეგიც იყო. ვინ იცის? სახლში ყოფა აუტანელი გახდა. მამაშენმა საერთოდ მიგვატოვა. მისი ხმა რომ არ გამეგო ხოლმე გარედან. ვერც მივხვდებოდი, იქ რომ იყო. ალბათ ფიქრობდა, თავიდან მოვეცილებინე, სხვა ქალი შეერთო. ნეტა მართლა ასე მოქცეულიყო. სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ გაბედა. ალბათ იმიტომ რომ კარგად იცოდა. ჩემს ოჯახთან კავშირის გაწყვეტა მის პოზიციებს შეასუსტებდა. ჩემო ორესტე, გოგოები თხოვდებიან იმიტომ რომ უყვარდეთ და თავადაც ყვარობდნენ, რომ ერთგული მეგობრები და დედები იყვნენ. კაცები ქორწინდებიან, იმიტომ რომ ბრძანებლობდნენ. იფიგენია სრულ მარტოობაში გავზარდე. ელექტრაც კი მამამისის მიბაძვით არ ნახულობდა დას. ერთხელ მარტო მოიგულა ბავშვი ეზოში და პირი ქვიშით გაუვსო. ძიძას ბეწვზე რომ არ მიესწრო, დამხრჩვალს ვიპოვიდით. ორესტე, ძვირფასო, სწორად გამიგე, რასაც ელექტრაზე გეუბნები. არ იფიქრო რომ მისი ურჩხულად გამოყვანას ვცდილობ. ჩვენი უბედურება ის არის რომ არც ერთი არ დავბადებულ ვართ ურჩხულად, მაგრამ საშინელ საქმეებს ჩავდივართ. მინდა შეიგნო, რომ მის გამო მარტო იფიგენია არ დამიკარგავს. ელექტრას დავკარგე. ისე გააკეთა, რომ გოგოს რცხვენო და გოგო რომ იყო. შეაზისხა საკუთარი თავიც და მეც. იცი, ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის გამო. ალბათ იმიტომ რომ არ ეფიქრად, მამის წინააღმდეგიაო. არც ახლა დაისახავდა მისნად ჩემს მოკლას, კაცი რომ ყოფილიყო. საკუთარი მდედრობითი სქესის გამო უნდა შურისძიება და არა მამამისის გამო. ორესტე, ღმერთო ჩემო, რა იქნება, კარი გაიღოს და შემოხვიდე. მიუსწრო, არ დაუშვას შეცდომა, უთხრა, რომ შენ ამას არასდროს ჩაიდენდი, არასდროს. რა სილამაზეა გარეთ, რამხელა მთვარეა. ეგისთოსთან ერთად ყურძნის მოსაპარად წავედი. შარშან იყო, მერე შენი დროც მოვიდა.
ორესტე, ახ პატარავ, არ უნდა გეყვებოდე ამას, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ მოხდა ყველაფერი. თვრალი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად არ ახსოვდა არც ვინ იყო და არც ვისთან იყო. ძილში ვიგრძენი, როგორ ამომაცოცდა, ვიღაც ხარიტულას სახელს მეძახდა და უწმაწურ სიტყვებს მეუბნებოდა. პირი უყარდა ღვინის, საჭმლის სუნით, კინაღამ გული ამერია. ხელი ვკარი, მინდოდა თავი დამეღწია, მაგრამ დამიჭირა. საშინელ სიბინძურეებს მეუბნებოდა, თან მცემდა. ლოგინზე დამაგდო და ზემოდან ლოდივით დამაწვა. ფრჩხილებით კისერში ვწვდი, ძალა რომ მქონოდა დავახრჩობდი. გაცობდა, ისე მაგრად დამარტყა, რომ გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, წასული დამხვდა, თუმცა მანამდე გამაუპატიურა, თანაც მე კი არა, ვიღაც ხარიტულა. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო. ჩემი ქორწინების უკანასკნელ მოგონებად მისი ოფლის მყრალი სუნი დამრჩა. მეორე დღეს მივედი და მოვუყევი, რაც მოხდა. უნდა სოდნოდა, რადგან ფეხმძიმედ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლებოდა ეთქვა, რომ მისგან არ ვიყავი ორსულად. მითხრა, რომ გაითვალისწინებდა. ასე უცნაურად მოევლინე ამ სამყაროს, ჩემო შვილო, ჩემო ერთადერთო სიხარულო. რა უცნაურია ცხოვრება. აი, ახლაც გეუბნები, ჩემო ერთადერთო სიხარულო მეთქი და თან ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც არც ერთი სხვა დედა არ გაუკეთებდა საკუთარ შველს. ამდენი საშინელებებით ახლა რომ გითხარი, შეიძლება სამუდამოდ მოგიწამლო შენი ბავშვური სული. ყველაფერი სასწორზე დავდე და შესაძლოა წავაგო კიდეც. ისიც შეიზისხო და მეც, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ვარ. თავის დასაცავად სხვა გზა აღარ მაქვს. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ შენც არ დაგკარგო, შენც დაგკარგავ, ჩემო ორესტე. თუ სიმართლე არ გითხარი, თუ არ გეცოდინება, როგორ გაჩნდი, რა გაიღო მან, რა გავეცი მე. შენ ჩემი სისხლე ხარ, ჩემი რძე, ჩემი ტკივილი, ჩემი სიხარული, ღამისდევა, იავნანა, სეცის შეხება. არ უნდა ვამბობდე ყველაფერ ამას, არც ვიტყოდი, რომ არ წაერთმია ჩემთვის ყველაფერი მის მამაკაცურ ეგოიზმს და არა მხოლოდ მისას, იცი, რას ამბობდა ხალხი, ეგისტოსი რომ მიკენაში მოვიწვიე, აგამემნონის შვილს უშველეთ, ორესტე წაართვით, ეს მეგერა ბავშვს მოკლავსო და წამართვეს კიდეც შენი თავი, ელექტრას წინამძღოლობით, რომ არ მომეკალი. მეც მაქვს შემიწილი პასუხისმგებლობა ორესტე, მეც დავუშვი შეცდომები. გვიან მივხვდი, რომ სიმართლის დამალვა სისულელე იყო. ასე არასდროს ქნა. ზოგჯერ ვფიქრობთ ხოლმე, თუ კი ყურადღებას არ მივაქცევთ, ყველაფერი თავისით გადაივლის. რა შეცდომაა, რომ ცოდნოდა, რომ არ უნდა მეთამაშა სხვების წინაშე ბედნიერი დედა და ცოლი, რადგან არ მინდოდა წამხდარიყო ჩემი ქმარი, მართველი, მთელი ოჯახი მათ თვალში, რომ ყოფნოდა სიმამაცე მიმეტოვებინა. ახლა არ ვიქნებოდით ერთმანეთის სისხლში გასრული ოჯახი. ვერ ხვდებოდი, რა შედეგი ექნებოდა სიმართლის დამალვას. ამიტომაც ახლა ყველაფერს გეუბნები ჩემო ბიჭო, მწარე სიმართლესაც კი. მაპატიე, მაგრამ ისევ თუ გავჩუმდი, მემკვიდრეობად სიჩუმეს დაგიტოვებ, გველებს რომ კვებავს. ღამით დაიბადე, იმ ღამეს წვიმდა და ყველა ამბობდა, იღბლიანი ბავშვი იქნებაო. ბიჭის გაჩენით გაბედნიერებული ოდნავ შეიცვალა. მეც უფრო ადამიანურად მეკცეოდა. როდესაც შენი ნახვა უნდოდა ხოლმე, ბრძანებდა, მე მიმეყვანე მის ოთახში. როდესაც თავად მოდიოდა ჩვენთან, აკვანთან ეხრებოდა და ამბობდა, ყოჩახ, მოახერხე როგორც იქნა.
ჩემთვის ასე ნათქვამი სიტყვებიც საკმარისი იყო. ბედნიერად რომ მეგრძნო თავი, იმითაც კი კმაყოფილი ვიყავი, რომ თუნდაც ერთი შვილისთვის იქნებოდა კარგი მამა. შენს დებს უკვე გაკვეთილები დასწყებოდათ. ელექტრას ხომ მასწავლებლები ჭკუიდან გადაჰყავდა. ერთ დღეში სწავლობდა იმას, რასაც სხვა ბავშვები 10 დღეს ანდომებდნენ. ახალ კარიბჭეს რომ დგამდნენ, მიდიოდა ხოლმე, საათობით უყურებდა ხელოსნებს, იარაღებს თხოვდა, რომ თავადაც გამოეჭრა რაიმე ხიდან. ბოლოს მისცეს კიდეც, ერთხელ ლერწმისგან მზის საათი გააკეთა. ჯერ 10 წლისაც არ იყო, ხო? იფიგენია მართალია 3 წლით უმცროსი იყო, მაგრამ მხოლოდ მუსიკაში იყო კარგი. ორივე სიგიჟემდე უყვარდი, ორესტე, მაგრამ ელექტრას მაინც რაღაც სხვაგვარი გრძნობა ჰქონდა შენ მიმართ. როგორც კი ოდნავ წამოიზარდე, ხელს ჩაგკიდებდა და მამასთან მიყავდი. ერთად რომ დაენახეთ. თითქოს უნდოდა ეთქვა, აი, ახლა ბიჭიც ყავს, ნუ ღარ ბრაზობ, მე რომ გოგო ვარ. ეჭვი მეპარება, მამა შენი როდესმე ამას მიმხვდარიყო. მაშინ რამდენიმე მშვიდი წელი გავატარეთ. ალბათ საუკეთესო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე. 5 წელი რომ შეგისრულდა, გახსოვს, გადაწყვიტა თავად ეზრუნა შენს აღზრდაზე. თქვა რომ თავად უნდა ესწავლებინა საკუთარი ვაჟისთვის. თუმცა ჩემზე კარგად იცი, რომ არც თუ ისე ბევრი დრო დახარჯა შენს აღზრდაზე. მხოლოდ მითითებებს აძლევდა შენს პედაგოგებს. შენ კი მათ ეპარებოდი, ჩემო ბიჭუნა და ჩემთან მოდიოდი, რომ გეთქვა, რომ მუცელი გტკივა და გაკვეთილები გაგეცდინა, ან ჩამომცრალი კბილი მოგქონდა, ერთად რომ გადაგვეგდო თაგვისთვის. მართალია, იფიგენიაც მყავდა. ჩემო ორესტე, ყველა ერთნაირად მიყვარხართ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხოლოდ იფიგენიასთან ვიგრძენი, რას ნიშნავს ყავდეს შვილი. იფიგენია რა ტკბილი იყო, რა ლამაზი და რა მატყუარა ღმერთო ჩემო, რას არ მოიგონებდა ჩემს გასამხიარულებლად. მერე ომი დაიწყო. მიზეზი მიეცათ თუ არა, იმ წამსვე ომი წამოიწყეს. ამ ომის უაზრობაზე და უსამართლობაზე ახლა მარტო მე აღარ ვლაპარაკობ. ამაზე პირველ რიგში ის უბედურება მეტყოლებს, თავად ომის მსურველებს რომ დაატყდათ თავს. იმედი მქონდა, რომ ომიდან სხვა კაცი დაბრუნდებოდა, რომ მათთვის, ვინც გადარჩა, ტროა კარგი გაკვეთილი იქნებოდა. სასტიკად მოვტყუდი. აგამემნონი გამარჯვებული კაცივით დაბრუნდა შინ. 10 წლის მანძილზე ვერაფერს მიხვდა. თავიდან ვიფიქრე ეგებ თამაშობს გამარჯვებულს. ეგებ დახმარება სჭირდება შეცდომების და ილუზიების გამოქვაბულიდან გამოსასვლელად. მაგრამ როდესაც გაუბედე და მოკრძალებით ვკითხე, თუ ღირდა ამდენ მსხვერპლად ეს ომი, გაცოფდა და მიღრიალა, რომ მიკრძალავს ამ თემაზე ლაპარაკს, რომ ასეთ საკითხებში ქალები არ უნდა ერეოდეს. გესმის ორესტე? ამიკრძალა მქონდეს ჩემი აზრი ომზე, რომელსაც იფიგენია შეეწირა. თანაც, რაც უფრო გიკრძალავენ რაიმეს, მით უფრო ძაფრდება შენი ინტერესიც. ადრე ამგვარ რაღაცეებზე არც ფიქრობდი. თავად მაიძულა, კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ამ ომზე. ისეთმა ისტორიამ მოიცვა მაშინ ყოლა, რომ არგოსის უკანასკნელი მათხოვარიც კი ყვიროდა ტროაში. გეგონება ტროელებს უნდა დაებრუნებინათ მათთვის ის, რაც თავად არგოსელებმა წაართვეს. ჩემთვის მაინც ყველაზე შემზარავი სპარტელი დედები იყვნენ, შვილებს რომ მოძღვრავდნენ, ან ფარით, ან ფარზე. რატომ ერჩივნათ საკუთარი შვილები მკვდრები ენახათ ვიდრე დამარცხებულები? რომელი მტრის გამო, სად ნახეს მტერი? მაშინ რომ ცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი, ვეტყოდი, ქალებო, ეძებეთ მტერი სპარტაში, მე ჩემი მტერი
მიკენში ვიპოვე. ახლა რაღა სიტყვიან, არ გეგონოს, ამას იმიტომ გეუბნებოდე, რომ თითქოს მინდა სხვებზე უფრო კეთილშობილი წარმოვდგე შენ წინაშე. არა, ორესტე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არასოდეს არაფერი დამეყენებია ჩემი შვილების სიცოცხლეზე მაღლა. რა კავშირი აქვს ჩემს საშვილოსნოს, ჩემს ჭიპლარს მათ ინტერესებთან ტროაში. ამიტომაც ვერ შევეგუები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იფიგენიას მსხვერპლად შეწირვას. არც მას ვაპატიებ არასდროს, 1000-ჯერ მკვდარიც რომ ეყოს. ორესტე, გახსოვს რამე? დედა ხელავს. როცა სათამაშოდ გასული შვილი სახლში იგვიანებს, ხელავს, როცა შვილს ჯირკვლები უსივდება, როცა სიცხე აქვს. ასეთი უმნიშვნელო რაღაცეების გამო აიტანს ხოლმე კანკალი. ხვდები, რას ნიშნავს, როდესაც შენი შვილი მიყავთ. საკმარისია. იფიგენიას გამო ტკივილი აუტანელია. თუმცა სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. რახან საკუთარი თავის გამო მტკივა, ამიტომ მტკივა სხვების გამოც, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზის გამო. ორესტე, რახან ეგისტოსი გავიცანი, მან მასწავლა, როგორ გავუგო სხვებს. ეგისტოსთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვა რამე. უამრავ ადამიანს ნახავ არგოსში, ვინც დაგიდასტურებს, რომ მე არ ჩამომეყვანია იგი მიკენში. ხალხმა ისურვა ასე, ორესტე, და ხალხმა ჩამოიყვანა, მაგრამ რომ არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ. თავიდანვე გეტყვი, რომ ყველაზე მეტად მე მეწადა მისი ჩამოსვლა. მას შემდეგ, რაც მამაშენმა ქალაქიდან გააგდო, მოშორებით, პარნონთან განმარტოებით ცხოვრობდა. ვინც კი მას იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ბრძენი კაცი იყო. როდესაც კითხეს, ამ ომს რა შედეგი ექნებაო? თქვა, ტროა არგოსის დასასრული იქნება. დადგა დრო, ვიღაცას ხმა ამოეღო, სიმართლე ეთქვა. დაუსრულებელმა ომმა ქვეყანა სრულიად გამოფიტა. ვისთვის უნდა მიემართათ არგოსელებს ახლა, როდესაც წეულიდნენ ომსაც და აგამემნონსაც. ხალხი გავუგზავნე და ვთხოვე, ჩამოსულიყო, მიატოვა მშვიდი ცხოვრება, მთაში და მიკენში ჩამოვიდა, მარტო, უიარაღო, მხოლოდ საკუთარი იდეებით, სიმამაცით და დიდი გულით შეიარაღებული. მისი პირველი გადაწყვეტილება იყო აღარ გაგვეშვა ხალხი ტროაში. მისი პირველი განცხადება კი იყო, რომ პარნონში დაბრუნდებოდა, როგორც კი არგოსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა და ვიდრე შენ, ორესტე, 18 წელი შეგისრულდებოდა. ჩემო ბიჭო, რთულია ქალისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ყველაფერი მოუყვეს საკუთარ შვილს, მაგრამ მინდა, რომ ყველაფერი ჩემგან იცოდე. იმ წელს, როდესაც ეგისტოსი მიკენში ჩამოვიდა, 36 წლის ვიყავი. მაშინ რომ ვინმეს ჩემთვის ეკითხა, რა არის სიცოცხლეო? ვეტყოდი, სასჯელი, რომელსაც ყველა ატარებს და რომელსაც არავინ ამჟღავნებს, რომ ქვეყნიერების დასაწყისიდან მშობლები არ უმჟღავნებენ შვილებს, შვილები მათ შვილებს და ეს სასჯელი ფსევდონიმით სიცოცხლე გრძელდება. ასე ვიცოდი, ასე ვამბობდი. ეგისტოსმა სამყარო შემიცვალა, მასწავლა, რომ მართალია ცხოვრება არ არის მუდამ ვარდებით მოფენილი, მაგრამ არც სამუდამო ტანჯვაა, რომ ყოველთვის ბედი კი არ გვექცევა ცუდად. ჩვენც ადამიანები ცუდად ვიყენებთ საკუთარ ბედს. ეგისტოსმა სამყარო შემიცვალა, მასწავლა, რომ მართალია ცხოვრება არ არის მუდამ ვარდებით მოფენილი, მაგრამ არც სამუდამო ტანჯვაა, რომ ყოველთვის ბედი კი არ გვექცევა ცუდად. ჩვენც, ადამიანები, ცუდად ვიყენებთ საკუთარ ბედს. ელექტრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ელექტრა მამის საუკუნო მსხვერპლი. ერთად დაგეგმეს ის, რაც აგამემნონის ჩამოსვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ჩვენც არ დავაკელით. ბევრი ამბობდა,
რომ ეგისტოსი მამაშენის ჩამოსვლამდე უნდა წასულიყო. მან თქვა, ქურდივით რომ წავიდე, მართლები იქნებიან ისინი, ვინც ქურდს დამიძახებსო. შეუდრეკელი იყო, ისეთი უმანკო სული აქვს ორესტე. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდი, შეცდომას უშვებდა, მაინც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას. კარგად ვიცოდი, როგორი იქნებოდა დასასრული. ის გადარჩებოდა, ვინც პირველი მიიტანდა დარტყმას. გადაწყვეტილებაც მე მივიღე და არა ეგისტოსმა. იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. სიცოცხლეს დაუთმობდი მის გადასარჩენად. მე მოვიხმე იგი მიკენში და მე ვიყავი პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არაფერი მithქვამს. თავად გავაკეთე ყველაფერი ჩემს ერთგულ ხალხთან ერთად. ეგისტოსმა რომ გაიგო, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. დასრულებული აგამემნონისთვის, მაგრამ არა ჩვენთვის. მიკენში სხვები ყოველთვის უფრო ძლიერები არიან. ახლა თავის ოთახშია, იმ ოთახში, სხვას რომ უყურებს. შეიძლება ჯერაც არ სწინავს, ზის და კითხულობს გვიანობამდე. ჭამაც კი ავიწყდება ხოლმე. სანამ წერილის წერას დავიწყებდი, ცხელი ღვინო, ყველი და თხილი მივუტანე. ასეთი რაღაცეები უყვარს. წერილისთვის ფურცლებიც მას გამოვართვი. ნეტა თუ მეყოფა. ზედმეტია შენთვის ასეთი რამეების წერა, მაგრამ იყოს, ახლა რომ წავშალო, მერე იფიქრებ, ნეტა რა წაშალაო, ან რატომ წავშალო. ხო, ჩემო ბიჭო, მიყვარს ეგისტოსი. რომ გაგეცნო, ყველაფერს მიხვდებოდი. მან მაჩუქა ხელახლა სიცოცხლე, მან დამანახა სინათლე, ხელი რომ არ შეეშალათ მისთვის, მთელ არგოს ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა და ისე გადმოგცემდა მიკენს. მაგრამ ასე არ მოხდა და აღარც მოხდება. დავიფიცეთ, რომ წვეთი სისხლი აღარ დაიღვრება, მაგრამ ამას მაინც ვერ აუცდით. ახლა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულები ვართ. გამოვემშვიდობეთ ოცნებას. პარნანში მშვიდად გვეცხოვრა. ახლა ველოდებით. ვამთავრებ ორესტე. რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი მოგწერე. თუმცა ღმერთმანი, არ გაჰყვა შენი ბაბუისა და მამაშენის კვალს. გათავისუფდი ორესტე. და კიდევ ჩემო ბიჭო, უშველე ელექტრას. ის არაფერში არ არის დამნაშავე. რაც არ უნდა ქნას აპატიე. წაუკითხე ჩემი წერილი და აუხსენი, რომ არასდროს ორესტე კლიტემნესტრას უახლოვდება და თითქოს ორივე ხელით დანა უჭირავსო, ჩასარტყმელად ემზადება. მის უკანასკნელ მოძრაობაზე შუქი ქრება. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.